ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს და არღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა მთავარი კანონი პოლიტიკურ წრეებში აქტიურდება კითხვა პლენუმის მხრიდან მმართველი პარტიის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე მივიდეს. ხელისუფლების ოპონენტები იმპიჩმენტს კატეგორიული წინააღმდეგები არიან, თუმცა უჭირთ პროგნოზირება, როგორი იქნება კოლეგების ქცევა გადამწყვეტ მომენტში. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მმართველი პარტია თავიდანვე აცხადებდა, რომ კონსტიტუციური წარდგინების მთავარი მიზანი არა ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, არამედ მისი მხრიდან უზენაესი კანონის დარღვევის ფაქტის დამტკიცება და კონსტიტუციის დაცვა. მე ერთ შემიძლია ვთქვა, რომ მე შემიძლია თავი დავდო მხოლოდ ორ მანდატზე, ეს არის ერთი მე რაც მეკუთვნის და მეორე კეთ თურაზაშვილს, ანუ იმ მანდატებს, რომლებიც გვეკუთვნის ჩვენ პარტია მოქალაქეებს, ჩვენ გამორიცხავთ დარბაზში შევიდეთ, არ შევიდეთ ამაზე ვშევლობთ, არ ვიცით, არ ჩამოყალიბებულ ვარ, თუმცა შევალთ თუ არ შევალთ, ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ მხარს არ დაუჭერთ არც ერთ შემთხვევაში პრეზიდენტის იმპიჩმენტს. გადაბირების ცდელობა იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება გაცებით რთულია, ვიდრე დავუშვათ შავი და თეთრი. ძალიან ბევრი ამ განაპირობებს გადაწყვეტილებას და მე არ მგონია, რომ ადამიანი მოღალატეს იარლიყით დარჩეს ქვეყანაში. ის ვინც ამ იმპიჩმენტს ხელს დააჭერს ყოველდღიდან, ფაქტობრივად ის სამუდამოდ გარიყული იქნება საზოგადოებისაგან და არ მგონია, რომ ეს უნდა გააკეთოს. თუმცა შესაძლებელია ცდონება და სურვილი ჰქონდეს. გააჩნია ხოცები რამდენს გადაიხდიან, თორემ ბევრი შეიძლება იყოს ეჭვიტანილი, მაგრამ თუ არაფერს არ გადაიხდიან, მაშინ მე მგონი ჩავარდება ეს პროექტი და რაღაცნაირად ნახევრად დამთავრებული სპექტაკლი გვექნება სახეზე. რამდენი კითხვას დასვეს, იმდენ კითხვაზე ზუსტი პასუხი გავეცით. მეორე მხრიდან ასე არ იყო, რატომ? იმიტომ რომ პასუხები არ აქვს უამრავ კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მტკიცება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. როცა ამტკიცებ, რომ 59 მუხლი ადგენს უფლებამოსილებს, როცა თვითონ მუხლის სათაური გეუბნება, რომ სტატუსს ადგენს, იქ რაზეა ხო საუბარი. როცა გეკითხებია რა განსხვავებაა წარმოდგენასა და წარმოდგენილობით უფლებამოსილების განხორციელებას შორის და ამაზე არ პასუხობ. აქ ყველაფერი ცხადია. ნუ საზოგადოება ნახა ეს ყველა.